ეკონომიკური ლიდერი მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე. პირველად 10 წლის შემდეგ წარმომადგენლობით ფორუმს სევილია მასპინძლობს. ესპანეთში მიმდინარე კონფერენცია, რომელიც მეფე ფილიპე მე-6-მ გახსნა მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებს ეძღვნება. გენერალური დებატების ფარგლებში სიტყვით გამოვა მაკა ბოჭორიშვილი. ნინო არღლიანი გვერდება სევილიიდან. ესპანეთის სამეფოში ქალაქი სევილია გაეროს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ამ კონფერენციაზე დასასწრებად სევილიაში 70 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის წევრები მსჯელობენ მდგრადი განვითარების მიზნებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე და ამ მიმართულებით თანხების მოძიებაზე, ანუ ფინანსურ არქიტექტურაზე. კონფერენციას ესწრება საქართველოს დელეგაცია და დელეგაციაშია მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც უკვე გამართა რამდენიმე ქვეყნის კოლეგა მინისტრთან შეხვედრა, სადაც საუბრის მთავარი თემა სექტორული თანამშრომლობა იყო სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის განათლება, კულტურა, მეცნიერება და ინოვაციები. მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა იმ დიპლომატებს, რომლებიც საქართველოს ერთგული მეგობრები არიან და რომლებიც საქართველოს ინტერესებს ევროპულ ასპარეზზე იცავენ. გარდა ამისა, დღეს ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. წელს 25 წელი შესრულდა, რაც საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია. ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიღწევები იყოს სათანადოდ წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე და ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს, იყოს ასე თვალსაჩინოდ წარმოჩენილი. ორმხრივ შეხვედრების ფარგლებში კარგი შესაძლებლობა გქონდა იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით ჰქონოდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საუბარი, ჰქონდა გაეროში კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც შეეხება იძულებით გადაადგილებული პირების საკითხს და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ჩვენთვის საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. შეხვედრა ჰქონდა ასევე მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან. ჩვენ 25 წელია ამ ფორმატში თანამშრომლობთ და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის გაძლიერება და გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი პარტნიორებისთვის საინტერესოა სწორედ საქართველოს ეკონომიკური მიღწევები, ის პროგრესი, რაც არის ქვეყანაში და რა თქმა უნდა როლი, რომელსაც საქართველო თამაშობს რეგიონში დაკავშირებადობის განვითარების კუთხით. ესპანეთის მეფე, ესპანეთის პრემიერი, გაეროს გენერალური მდივანი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი. ეს მსოფლიო ლიდერების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც დღეს კონფერენციის მონაწილეებს უკვე მიმართეს. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, 70 ქვეყნის დელეგაციას სიტყვით ხვალ მაკა ბოჭორიშვილი მიმართავს, რომელიც ძირითად აქცენტს რეგიონში საქართველოს როლზე გაამახვილებს. ის ისაუბრებს საქართველოში ეკონომიკის სტაბილურობაზე, ფინანსურ მდგრადობასა და ასევე ეკონომიკის ზრდაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს რეგიონში უკვე წლებია ლიდერია. რაც შეეხება კონფერენციას, 10 წელია კონფერენცია არ ჩატარებულა, წელს გაეროს მეოთხე საერთაშორისო ღონისძიებას სევილია მასპინძლობს. მადლობა ნინო არღლიანს.